ისრაელი შეტევას აგრძელებს. ამერიკა კი უხერხულ მდგომარეობაშია. სამხრეთ კორეის ახალი ლიდერი ვაშინგტონიდან ხელდამშვენებული დაბრუნდა. ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს საგულისხმო მესიჯს უგზავნის. ალჟირის პრეზიდენტი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა. ისრაელმა ჯერჯერობით შეაჩერა მთელი ღაზის აღება. დასავლეთი შიშობს, რომ ამ სამხედრო ოპერაციის დროს შეიძლება უამრავი სამოქალაქო პირი დაიღუპოს. ჰამასი კი მძევლების გათავისუფლებას აჭიანურებს. და ამ დროს სრულიად უპრეცედენტო რამ მოხდა. 9 სექტემბერს ისრაელის სამხედრო ძალებმა კატარი დაბომბეს. ასეთი რამ წინათ არასოდეს არ გაუკეთებია. შეტევის მიზანი ჰამასის ხელმძღვანელობის განადგურება იყო. ჩანს, ამ ოპერაციისთვის ისრაელი დიდხანს ემზადებოდა. ცნობილია, რომ კატარში განლაგებული იყო ჰამასის ერთ-ერთი შტაბ-ბინა. ჰამასის ხელმძღვანელობა კატარის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა, რადგან კატარი სანდო და შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა და დიდი საერთაშორისო პატივისცემით სარგებლობს. ჯერჯერობით ცნობილი არაა იერიში შედეგად რამდენი ადამიანი დაიღუპა. როგორც ისრაელის მხარე ამბობს, დაზვერვამ წინასწარ დაადგინა სად და რომელ შენობაში იყვნენ ჰამასის ლიდერები და ისე მიიტანა მათზე იერიში. ამ საჰაერო შეტევას პრეცედენტი არ გააჩნია ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ისრაელს არასოდეს არ მიუტანია იერიში სპარსეთის ყურის ქვეყანაზე. ეტყობა, ახლო აღმოსავლეთში წითელი ხაზები აღარ არსებობს. კატარზე შეტევა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაგმო. 2 ათეული წელია კატარი მსოფლიო დონის მოლაპარაკებების დედაქალაქად გამოცხადდა. დოჰაში შედგა უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების, ავღანეთიდან ამერიკელი ჯარების გაყვანის, სუდანში აჯანყებულებთან სამშვიდობო შეთანხმების, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები. სწორედ კატარის შუამდგომლობამ უზრუნველყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. კატარი განსაკუთრებით ცნობილი იყო მძევლების გათავისუფლების ან პატიმრების გაცვლის საკითხებში შუამავლობით. კატარი ჩართული იყო ისრაელსა და ჰამას შორის მოლაპარაკებებშიც. დოჰას, როგორც შუამავლის მონაწილეობით, მხარეები შეთანხმდნენ დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე. მათ 105 ისრაელელი მძევალი და 240 პალესტინელი პატიმარი გაცვალეს. მაგრამ 2024 წლის ნოემბერში კატარმა პროცესიდან გამოსვლა გადაწყვიტა, რადგან მთავრობა მხარეების მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურებით უკმაყოფილო იყო. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, კატარი კვლავ ჩაერთო მოლაპარაკებებში და მხარეებს მოლაპარაკების ახალი პლატფორმა შესთავაზა. კატარზე საჰაერო შეტევა დელიკატურ დროს განხორციელდა. ამ შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პარიზში კატარის ოფიციალურ პირებს შეხვდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ღაზას სექტორში დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლება განეხილათ. ისრაელის ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მუჰამედ ბინ ალ-ტანი პალესტინის ლიდერებს შეხვდა, რათა მათზე ზეწოლა მოეხდინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა კი ამერიკა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ისრაელის შეტევა კატარზე ძირს უთხრის ამერიკას, როგორც მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს. ამიერიდან სპარსეთის ყურის სახელმწიფოები სავარაუდოდ ეჭვქვეშ დააყენებენ ამერიკის უნარს და სურვილს შეაკავოს ისრაელი და უზრუნველყოს მათი დაცვა. ამერიკა რომ უხერხული მდგომარეობიდან გამოვიდეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ამ შეტევაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მან განაცხადა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა ამ ოპერაციის შესახებ საქმის კურსში არ იყო.
მოკლედ ისრაელის დარტყმა რეგიონში გარდამტეხ მომენტში მოხდა, სადაც ძველი წესრიგი ქრება და ახალი ჩნდება. რეგიონულ მოთამაშეებს რეგიონის ფორმირებაში მოქმედების გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება აქვთ. 9 სექტემბრის დარტყმა კი ახალი წესრიგის ფორმირების პროცესში სხვადასხვა მიდგომათა ჯახზე მიუთითებს. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის ახალ არჩეული პრეზიდენტი ლი ჯე-მიონგი ეწვია. დონალდ ტრამპი სტუმარს თავის სტილში დახვდა. ვიზიტის წინა დღეს მან სამხრეთ კორეის ახალი მთავრობა გააკრიტიკა, რადგან ის თითქოს ქვეყნის გადამდგარ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს პოლიტიკურად დევნის. რა ხდება სამხრეთ კორეაში? სიტუაცია წმენდას ან სულაც რევოლუციას გავს. თუ ასე გაგრძელდა, სამხრეთ კორეასთან ბიზნესი შეჩერება მოგვიწევსო, განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა იუნ სოკ იოლმა გადატრიალების მოწყობა სცადა, ის გადააყენეს და ახალი არჩევნები ჩაატარეს. ახლა იუნ სოკ იოლს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. რადგან ის და მისი პარტია ტრამპის მომხრეებად ითვლებოდნენ, დონალდ ტრამპმა მათი დაცვა სცადა. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ტრამპის კრიტიკულ განცხადებებს სრულიად განსხვავებულ ჭრილში უნდა შევხედოთ. ამერიკის პრეზიდენტი თავისი ჩვეული მანერით აწარმოებს მოლაპარაკებებს. თავიდან ცდილობს კონკურენტი დააშინოს, რათა ის თავის წინადადებებზე დაითანხმოს. მერე კი ხელგაშლილად ხვდება სტუმარს. ასე მოხდა კორეის ახალი ლიდერის შემთხვევაშიც. ტრამპმა თავისი კრიტიკული განცხადებებით ზეწოლა მოახდინა ლი ჯე-მიონგზე, რადგან ტრამპს ნერვებს უშლის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსი. ლი ჯე-მიონგმა ეს გაითვალისწინა და ტრამპი რომ დაემშვიდებინა, დიდი ამალით ჩავიდა ვაშინგტონში. მას სამხრეთ კორეის მთელი ბიზნეს ელიტა ახლდა თან, მაგალითად ისეთი კომპანიების ხელმძღვანელები, როგორიცაა Samsung-ი, Hyundai და სხვა. სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტის ქებადიდებით დაიწყო. მან ტრამპის სამშვიდობო მოღვაწეობა შეაქო და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა. მსოფლიო გააკვირვა სამხრეთ კორეის ახალი ლიდერის საქციელმა და ლექსიკამ. ისტორიულად სამხრეთ კორეის ლიბერალები, რომელთა შორისაა ლი ჯე-მიონგი, ყოველთვის ცდილობდნენ ამერიკისგან დისტანცირებას და ამას აკეთებდნენ იმ მიზნით, რომ ჩინეთთან და ამერიკის სხვა ოპონენტებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდათ. მათი აზრით, ამერიკასთან დისტანცირება ხელს შეუწყობდა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის დალაგებას. სამხრეთ კორეის კონსერვატორები კი ქვეყნის გადარჩენას ამერიკასთან დაახლოებაში ხედავენ. ახლა სამხრეთ კორეის ახალმა ლიდერმა ერთგვარად შეცვალა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური რიტორიკა, დაუახლოვდა რა კონსერვატორების პოლიტიკურ მრწამს. ლი ჯე-მიონგმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი ვითარების გამო ის აღარ თვლის მიზანშეწონილად, რომ სამხრეთ კორეამ მრავალვექტორული პოლიტიკა გაატაროს. წარსულში ჩვენ ამერიკასთან თანამშრომლობდით უსაფრთხოების საკითხში და ჩინეთთან ვაჯრობის დარგში. ახლა სიტუაცია შეიცვალა და შესაბამისად ცვლილება განიცადა სამხრეთ კორეის პოლიტიკურმა მიდგომებმა. ჩვენს ქვეყანას აღარ ძალუც მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამერიკის მიმდინარე პოლიტიკას ეწინააღმდეგება, განაცხადა სამხრეთ კორეის ლიდერმა. ლი ჯე-მიონგის ასეთ მაამებლურ განცხადებას შედეგად ის მოხდა, რომ შეხვედრაზე არაერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ტრამპმა სამხრეთ კორეისთვის დაწესებული ტარიფი 25-დან 15%-მდე დასწია. სამხრეთ კორეამ კი ამერიკაში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება გადაწყვიტა, რომელიც გემთ მშენებლობასა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროს ეხება. ამავე დროს შეხვედრაზე თავი იჩინა უთანხმოებამ ერთ საჩოთირო საკითხში. სეული დაინტერესებულია კორეის ნახევარკუნძულზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში.
რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გასაგრძელებლად. თავის მხრივ ტრამპის გუნდით სამხედრო პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის პირობების ისეთ რესტრუქტურიზაციისკენ ისწრაფვის, რაც კორეის ნახევარკუნძულის მიღმა არსებული პრობლემების გადასაჭრელად ორმხრივ ძალისხმევას გულისხმობს. კერძოდ, ჩინეთის შეკავების შესაძლებლობის გაზრდას მომავალში. ვაშინგტონი დიდი ხანია თავისი მოკავშირის დარწმუნებას ცდილობს, რომ სამხრეთ კორეაში განლაგებულ ამერიკულ ძალებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა მისიების განხორციელების ნებართვა მისცეს. სამხრეთ კორეა ჯერჯერობით უარზეა. ვაშინგტონში ვიზიტით ლი ჯემიონგმა თავის კონსერვატორ ოპონენტებს დაუმტკიცა, რომ ქვეყნის ლიბერალი ლიდერის ხელშიც ამერიკისა და სამხრეთ კორეის ალიანსი მტკიცე და ურყევია. ტრამპის მიმართ მისმა ენის მოჩლექვამ ჯადოსნურად იმოქმედა. ამერიკის პრეზიდენტი დადებითად განეწყო სამხრეთ კორეის ახალი ლიდერის მიმართ. ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთი სჭირდება. სამხრეთ კორეის ლიდერმა კი სიმბოლური სიტყვები დააგვირგვინა ვიზიტი. კორეის სპილო ამერიკის სპილოს ყველაზე ახლო მეგობრად რჩებაო. სპილოები არ ვიცი, მაგრამ შეხვედრა რომ ორივე მხარისთვის წარმატებით დასრულდა, ფაქტია. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა პენტაგონს, ანუ ამერიკის თავდაცვის სამინისტროს სახელი შეუცვალოს. Department of Defense, თავდაცვის დეპარტამენტი, გახდება Department of War, ომის დეპარტამენტი. პრეზიდენტის აზრით, ასეთი გარდაქმნა ამერიკას მისი საწყისებისკენ მიაბრუნებს. 1947 წლამდე ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ომის სამინისტრო ერქვა. პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა გადაწყვიტა დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად მის ქვეყანაშიც ომის კი არა, თავდაცვის სამინისტრო ყოფილიყო. ამით ტრუმენი თითქოს ცდილობდა, რომ დასავლეთში ზოგადად და ნატოში კერძოდ ერთსულოვნება ყოფილიყო. ასეთი რებრენდინგი ომის შემდგომ სულისკვეთებას ასახავდა. ამერიკის შეიარაღებული ძალები მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველი და ახალი საერთაშორისო წესრიგის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც კიდევ ერთი მსოფლიო ომის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. ომიდან თავდაცვაზე გადასვლა შეკავებასა და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე აქცენტის გაკეთებას ნიშნავდა, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ნატოს როგორც მშვიდობის შენარჩუნების ინსტიტუტების არსის შესაბამისი იყო. ახლა, როგორც ჩანს, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამ სულისკვეთებას აღარ იზიარებს. დონალდ ტრამპის თქმით, 1947 წლამდე ამერიკა ყველა ომს იგებდა, რადგან ყველაზე ძლიერი იყო. ამიტომ უპრიანია ის თავის ფესვებს დაუბრუნდეს, რითაც ამერიკა მთელ მსოფლიოს საგულისხმო მესიჯს უგზავნის, რომ ის ყოველთვის მსოფლიოს ლიდერი იქნება. სახელწოდება თავდაცვის დეპარტამენტი მხოლოდ საკუთარი თავის დაცვის უნარზე იყო ორიენტირებული. ახალი, უпростоრად დაბრუნებული სახელწოდება კი მეტყველებს ამერიკის მზადყოფნაზე ომი დაიწყოს თავისი ინტერესების დასაცავად. აღნიშნულია ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებულებაში. პიტ ჰექსეთმა, რომელსაც ახლა უკვე ომის მინისტრი ქვია და რომელსაც უკვე შეცვლილი აქვს თავისი ოფისის აბრა, თქვა, რომ პენტაგონი ამიერიდან ეცდება აჩვენოს ძალა და არა პოლიტიკური კორექტულობა. ჩვენ აღზრდით მეომრებს და არა მხოლოდ დამცველებს, განაცხადა ბატონმა ჰექსეთმა, მაგრამ ტრამპის ბრძანება ძალაში რომ შევიდეს, ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი სამინისტროს ორი სახელი ექნება, თავდაცვის და ომის. ამერიკაში ყველა არიზიარებს ამ საკითხში დონალდ ტრამპისა და მისი თანამოაზრეების აღდგინებას. დემოკრატებმა, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა, ბევრმა ექსპერტმა და სამხედრო პირმა დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელიც მათ წმინდა წყლის პოპულიზმად მიაჩნიათ. ზოგმა გესლიანად გაიხუმრა.
თუ ტრამპ სურს მშვიდობის მყოფელი იყოს და ნობელის პრემია მიიღოს, მაშინ ეს ბრძანება უკან უნდა წაიღოსო. სერიოზულად რომ მიუდგეთ საკითხს, ბევრს მართლა ეშინია, რომ ასეთი რებრენდინგით ამერიკა არასწორ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს. მათი აზრით, ამერიკის მოწინააღმდეგეები ამას ანტი-ამერიკული განწყობის გასაღვივებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ბევრი ექსპერტის აზრით, სამინისტროს გარდაქმნა უაზრო ფულის ხარჯვის გარდა არაფერს მოიტანს. რადგან ამერიკაში სიმბოლიზმი ძალიან ბევრს ნიშნავს, ამერიკული ჯარის ტანსაცმელსა და საჯარისო მოწყობილობაზე დატანილია სამინისტროს გერბი და სახელწოდება. ახლა სამინისტროს სახელის შეცვლის გამო $100 მილიონი უაზრო დაიხარჯება. ამერიკის პრეზიდენტმა კრიტიკოსები დაამშვიდა, რომ ამ რებრენდინგისთვის ფინანსები გამონახა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, საიდან მოვა ეს ფული. ალჟირი აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ყველაზე დიდი ქვეყანაა. მსოფლიოში კი სიდიდით მე-10 ადგილზეა. ალჟირი მდიდარია ნავთობისა და გაზის საბადოებით, რომლის მთავარი ექსპორტიორი ევროკავშირია. ენერგო რესურსების სიუხის მიუხედავად ქვეყანა ღარიბ აგრარულ სახელმწიფოდ ითვლება. ალჟირს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს. აქ პირველყოფილი ადამიანი ჯერ კიდევ 300-400 წლის წინ ცხოვრობდა. უძველეს დროში ქვეყნის ტერიტორია დასახლებული იყო ძველი ლიბიური ტომებით. ქრისტეშობამდე მე-12 საუკუნეში ალჟირის ტერიტორიაზე პირველი ფინიკიური კოლონიები გაჩნდა. მე-7 საუკუნეში, როცა ჩრდილოეთ აფრიკაში არაბები გაბატონდნენ, ქვეყანა არაბთა სახალიფოს ფარგლებში მოექცა. დაიწყო ალჟირის ძირითადი მოსახლეობის ბერბერების არაბიზაციის ხანგრძლივი პროცესი. ბერბერებმა ისლამი მიიღეს და არაბულ ენას დაეუფლნენ. მერვე მე-15 საუკუნეებში ფეოდალურად დაქუცმაცებული ქვეყანა სხვადასხვა არაბულ სახელმწიფოთა შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით ალჟირში არაბი მეკობრეები გაბატონდნენ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაზე ძალიან ავიწროებდნენ ქრისტიანებს. ისინი მონებით ვაჭრობდნენ, რაც ალჟირსა და ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის მუდმივ ომებს იწვევდა. მე-19 საუკუნიდან დაიწყო ალჟირის ფრანგული კოლონიზაცია. 1848 წელს ქვეყანა საფრანგეთის ტერიტორიად გამოცხადდა და გუბერნიებად დაიყო. 1954 წელს ალჟირის დამოუკიდებლობისთვის აჯანყება მიფეთქა, რომელიც დიდ ომში გადაიზარდა. 1962 წელს ალჟირმა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მიიღო. ალჟირის სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. ალჟირი ავტოკრატული ქვეყანაა. დამოუკიდებლობის მიღებიდან 1980 წლამდე ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა. ალჟირის ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი, რომელიც დღესაც ქვეყნის სათავეშია. ალჟირის ახლანდელი პრეზიდენტი 79 წლის აბდელმაჯიდ ტებუნია. ის ქალაქ მეშერიაში დაიბადა, ეროვნებით ბერბერია. ტებუნის მამა მორწმუნე მუსლიმი იყო. ალჟირის მუსლიმთა ასოციაციის წევრი გახლდათ, რომელიც მიზანი მუსლიმური რწმენისა და არაბული კულტურის გავრცელება და გამტკიცება იყო. ტებუნი პროფესიით ფინანსისტია. თითქმის 3 ათეული წლის მანძილზე ალჟირის რამდენიმე პროვინციის ადმინისტრაციაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო ამ პროვინციათა მთავრობის წევრი. ორჯერ ეკავა გუბერნატორის პოსტი. 1992-99 წლებში ტებუნი კერძო სექტორში გადავიდა. 1999 წელს ალჟირის მმართველი აბდელ აზიზ ბუტეფლიკა გახდა, რომელმაც ტებუნი პოლიტიკაში დააბრუნა და კომუნიკაციისა და კულტურის მინისტრად დანიშნა. მინისტრობის შემდეგ ირანსა და სირიაში ალჟირის ელჩი იყო. შემდეგ აბდელმაჯიდ ტებუნს საბინაო მშენებლობის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2007 წელს კი ბუტეფლიკამ ტებუნი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მაგრამ თანამდებობიდან ის იმავე წელს გადააყენეს.
მიზეზი ბუტეფლიკასთან ტებუნის კონფლიქტი იყო. ტებუნმა სახელმწიფო კონტრაქტების განაწილების გადამოწმება დაიწყო, რაც ძალიან არ მოეწონა პრეზიდენტს, რადგან კონტრაქტების უდიდესი რაოდენობა მის ნათესავებთან იყო დადებული. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ალჟირში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რომლის მიზეზი არჩევნებში ბუტეფლიკას მეხუთეჯერ მონაწილეობა გახდა. ბუტეფლიკა მაშინ მძიმედ იყო ავად, მაგრამ ახლობლებმა სიმდიდრის დაკარგვის შიშით მაინც დაითანხმეს არჩევნებში მონაწილეობაზე, რამაც ალჟირის მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მასობრივმა დემონსტრაციებმა ქვეყანა კრიზისში ჩააგდო. კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ბუტეფლიკას გადადგომა იყო. 2019 წლის 2 აპრილს ბუტეფლიკა გადადგა და ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. ბუტეფლიკას პარტიამ ალჟირის ეროვნულ გამათავისუფლებელმა ფრონტმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატად აბდელმაჯიდ ტებუნი წამოაყენა, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო არჩევნები და 2019 წლის 19 დეკემბერს ალჟირის მეექვსე პრეზიდენტი გახდა. ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა ტებუნის არჩევნით. მას და მის პარტიას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი. პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე ტებუნი ცდილობდა ხალხთან და ოპოზიციასთან საერთო ენა გამოენახა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. შედეგად მოხდა ის, რომ აბდელმაჯიდ ტებუნმა ბუტეფლიკასეული ავტორიტარული პოლიტიკის გატარებას მიჰყო ხელი და მაინც 2024 წელს აბდელმაჯიდ ტებუნი მეორე ვადით აირჩიეს ალჟირის პრეზიდენტად. ის ბედნიერ ქორწინებაშია. წყვილს 5 შვილი ჰყავს. 2018 წელს ტებუნის უფროსი შვილი სკანდალში გაეხვა. მას ქვეყნის იუსტიციამ ფულის გათეთრებაში წაუყენა ბრალი, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ ის გაამართლა. დღეს სულ ეს იყო, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ახალი ამბების შემდეგ ისევ აქ და ისევ ამ დროს. ნახვამდის.